დილა მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს პარასკევია, კვირის ბოლო სამუშაო დღე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ შევაჯამებთ ამ კვირის აქტუალურ საკითხებს. შევხედით ყველაფერს გაეროში მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლიდან კვერცხების სროლამდე, რაც გუშინ საარჩევნო ღონისძიებაზე ლელოს წარმომადგენლებს დაუშინეს. მაშასე დავიწყებთ რამდენიმე წუთში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლო სიახლეებს. მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ასევე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯანდაცვის და სოციალური საკითხები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ვანო წერეთელია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერისთვის. ბატონო, შევაჯამოთ მოდით მიმდინარე კვირის აქტუალური საკითხები, მათ შორის საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული არაერთი თემა მოექცა ამ კვირაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ჩვენ ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა იქამდე მინდა დავიწყოთ ფაქტით, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი ლელო ძლიერი საქართველოს საარჩევნო ღონისძიებაზე ნაძალადევში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას პარტიის წევრებს ესროლეს კვერცხები. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა ლელოს და გახარიას პარტიის საერთო კანდიდატი თბილისში ირაკლი კუპრაძე. ხა თავად კუპრაძემ ინციდენტის შემდეგ თქვა, რომ ქართული ოცნება არის ლაყე კვერცხების პარტია, თუმცა გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება. აი თქვენი აზრით რა სახეს აჩვენებს ხელისუფლება, თუ კი რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უკან უნდა დავინახოთ სწორედ ქართული ოცნება და ზოგადად რა ფენომენია კვერცხები ქართულ პოლიტიკაში? ხო, ძალიან მარტივია, მით უმეტეს ეს იმ ფონზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც კახიკალაძის საარჩევნო შტაბთან იძალადეს, ასე ვთქვათ, ოპოზიციურად განწყობილ და პროდასავლურად განწყობილ ახალგაზრდებზე, ხო? ამის ფონზე, როდესაც მერე ოპოზიციურ პარტიას ქართული ოცნების ტიტუშკები იგივეს უკეთებენ და პოლიცია კი არ დუმს, ეს არის და დუმს უпростоრად არაფერს რეაგირებს, თუნდაც პრევენციის მიზნით, ხო, ნათლად კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ, როგორ იცავენ პოლიციელები ქართული ოცნების შტაბებს, ხო, ეს თითქოს დაქირავებული რაზმები ყავთ მათ. ბოდის გიხდით, უნდა გაგაწყვეტინოთ, სასტუმრო პარაგრაფში იწყება ბიზნეს ასოციაციის კონფერენცია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებიან, მათ შორის ამ წუთებში სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მოდით რამდენიმე წუთით მოვუსმინოთ ირაკლი კობახიძის გამოსვლას და შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ საუბრო. რასაც პრინციპში გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, რაც ჰქონდა ჩვენ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პროგნოზირებულთან შედარებით რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენ იანვრიდან მოყოლებული უკვე შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელს გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ წელს 8%-იანი მაჩვენებელია, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპაში და ფართო რეგიონში. ასევე ზუსტად გუშინ თუ დღეს გამოქვეყნდა IBRD-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა და შარშანი თქვა ვარსდები, რომ 8 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან 3 წლის პერსპექტივაში, 3 წლის განმავლობაში. 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ შეადგინა ეკონომიკური ზრდის კუთხით 11 მილიარდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა
გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც. არა მარტო რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებთ კორუფციის მცირეს თვალსაზრისით, გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა. გამოწვევები ბუნებრივია, რჩება, თუმცა არსებული ტემპებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს საშუალო პერსპექტივაში უნდა უკვე შეძლებს დაუახლოვდეს, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს. წელს პირველად გადავაჭარბებ ჩვენ 100 მილიარდ დოლარს, ჩვენი მთლიანში და პროდუქტი 100 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10,000 დოლარიან აჩვენებას, რაც ერთგვარი სიმბოლური საინტერესო ნიშნულია ბუნებრივია ჩვენთვის. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ რა თქმა უნდა ამ ტემპის შენარჩუნება არის თავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდა აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც, გაიზარდა მნიშვნელოვნად დასაქმების აჩვენებელი 2022-24 წლებში 185,000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადასცა 2,200 ლარს, როდესაც დაახლოებით ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის. ასევე პირველად ისტორიაში 90 წლების შემდეგ დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც ჩარჩა 9.4% შეადგინა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ საშუალო პერსპექტივაში სიღარიბის ძალიანად აღმოფხვრაზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ შედეგებს აქვს კონკრეტული საფუძველი, კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ჩვენი აზრით ჩვენ გვაქვს ძალიან წყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო საგადასახადო სისტემა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა. ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი მთავრესი მიღწევა 2012 წლიდან მოყოლებული და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს აღმოუჩინოს ყოველგვარი მხარდაჭერა, ყველანაირი მხარდაჭერა და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია სწორი მენეჯმენტი და მე ვფიქრობ, რომ მენეჯმენტიც არის უზრუნველყოფილი მაღალ დონეზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც თქვენ გახსოვთ, რომ იყო უარყოფითი პროგნოზები დეკემბერში, იანვარში, ეგრეთ წოდებული ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3 ლარსა და 1.10-ს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით არის კურსი და იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1.5 მილიარდ დოლარი შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი ჩვენს ისტორიაში. მაშასე ბიზნეს ასოციაციის კონფერენცია ეთერში უსმენდით პრემიერის სიტყვით გამოსვლას, რომელმაც ეკონომიკური კუთხით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც მისივე შეფასებით ქვეყანას გააჩნია. თქვა, რომ საქართველოს მალე შეძლებს მიუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს, ამ ტემპის შენარჩუნება აუცილებელია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მოწინავე პოზიციებიო. აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და ასე შემდეგ. ჩვენ კი ბრუნდებით ნიუსრუმში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტუმრობს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ვანო წერეთელი. ბატონ ვანო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ბარემ მოდით პრემიერის განცხადებას უსმენდით რამდენიმე წუთის განმავლობაში და ოდნავ შევცვალოთ თემა, ჯერ გამოვეხმაუროთ იმ ასე ვთქვათ შეფასებებს, რომელიც მოვისმინეთ პრემიერის მხრიდან და შემდეგ განვაგრძოთ იმ თემებზე საუბარი, რაზეც დავიწყეთ. ვხედავთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია ნამდვილად არაა ქვეყანაში მისაბაძი და ისეთი, რომლითაც ვთქვათ ხელისუფლება თავს მოიწონებდა, მაგრამ აი მთავრობა თავს იწონებს ეკონომიკური სურათით. ხა პოლიტიკურ სურათზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა იქამდე გითხარით, რას ფიქრობთ ეკონომიკაზე, რამდენად არის უკვე ეკონომიკაში ყველაფერი კარგად თქვენი აზრით. კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგ დროს მოგვიწრო ეს თემები ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, შორს არ არის და ახლა ეს ბრიფინგიც არა ეკონომიკას, არამედ სწორედ პოლიტიკასთან არის მიმართებაში და აი ზუსტად ეს ახსნათ. ანუ ეს ადამიანი გამოდის და უტიფრად ატყუებს იმ ხალხს,
მარტივ რიცხვებს მოვიტან, მოდი განსხვავებით ბატონი კობახიძისგან ძალიან მარტივია იმის ახსნა, რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა და ამის ნათელი მაგალითი არის მაცივარი. ძალიან მარტივ ენაზე შეიძლება ამას დაუპირისპირდეთ აი ამ ტყუილს და ამ დეზინფორმაციას, რაც გულისხმობ, როდესაც ვახსენებთ მაცივარს, წარმოიდგინეთ ამას უსმენს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მოქალაქეები, რომელთაგან 1,700,000 ადამიანი ეს არის 2024 წლის მონაცემები ითხოვს შემწეობას. აქედან 700,000 და ერთ-ერთი რაზეც კობახიძე საუბრა იყო სიღარიბის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი. აქედან 700,000 კაცი ამას იღებს. მეორე მონაცემებს შევხედოთ. როგორ გაიზარდა საქართველოსდან მიგრანტების რაოდენობა, რომელთაგან არიან ბავშვებიც მათ შორის, ანუ ადამიანები უკვე ოჯახებით მიდიან. და ეს მათი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური პრობლემების გარდა არის სწორედ ეკონომიკური პრობლემები. აქ ისაუბრებს კიდე საშუალო ასე ვთქვათ, ხელფასის საშუალო ხელფასის ზრდაზე. ამაზე რატომ არ საუბრობენ? ამ ხელფასით რისი ყიდვაა შესაძლებელი? სადამდე მივიდა ის ფასები, რომლებიც მივიდა, რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? იმიტომ რომ არ აწყობ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული პოლიტიკისკენ. ამ ადამიანებმა იციან, რომ აქვთ ლეგიტიმაციის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში და ორი რამეს უნდა გაესვას ხაზი. სავარაუდოდ მერე რა ლაპარაკი იქნება, ესე ძალიან საინტერესოა თავად ამ შეხვედრაზე, მაგრამ აქ არის ორი რამ. ნახეთ, ქართული ოცნება ლეგიტიმაციას კარგავს არამხოლოდ შიგნით, მე ვგულისხმობ საქართველოს მასშტაბით და არამხოლოდ გარეთ მე ვგულისხმობ საერთაშორისო მასშტაბით, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილი კარგავს ლეგიტიმაციას თავად თავისი გარემოცვის პირობებში. და მას ახლა უკვე გაუჩნდა ერთი შიში, რომ კონცენტრირებულმა ფულმა აი ამ სხვადასხვა ჯგუფებში, მის ქვემოთ მყოფ, აი ამ მის პირამიდაში ქვემოთ მყოფ სხვადასხვა ჯგუფებში შეიძლება დააზიანოს ბიძინა ივანიშვილი და კონკრეტულ მომენტში მის 7 მილიარდს აჯობოს ვიღაცის მიერ მოგროვილმა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით მოგროვილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა, ხო? რითი იკვებება საქართველოს ეკონომიკა? ძალიან მარტივი, აი ახლა უთხრათ გამახსენდა, ხო? გასულ რისთვის დაიჭირეს ადამიანები საკუთარი გუნდიდან? შავი ფულის გათეთრებისთვის. ასობით მილიონი შავი ფულის გათეთრებისთვის. ეს არის ქართული ეკონომიკის ზრდის საფუძველი? ანუ არაკანონიერი ფულის ზრდა არის და აქ კიდე ძალიან საინტერესო იყო ვის ადარებდა, რომელ ქვეყანას ადარებდა საქართველოს ეკონომიკას, მოლდოვეთს ატრიალებდნენ. რატომ? იმიტომ რომ მოლდოვეთი ახლა მათ ხელში ეჭხირებათ, იმიტომ რომ მოლდოვეთი არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სწორი პოლიტიკური სტრატეგიის გამო მიიღო ძალიან დიდი დახმარება, მათ შორის ეკონომიკურიც ევროკავშირის მხრიდან. ანუ იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთან ელჩებსაც ბატონი პრემიერი იბარებს დასატუქსად, ანუ საქართველოს პარტნიორი ელჩებს გულისხმობ მე. ანუ ამ ქვეყნებმა მოლდოვასთან დახმარების სახით აჩვენეს, რას ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოება და სულ ახლა მილიარდობით ევროზეა საუბარი, მიზანმიმართულად, გათვლილად, როგორც ეს ევროპის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი და რაზეც დგას ასევე საქართველოც. ხო, ну მოდი ვილაპარაკოთ უახლოეს წარსულზე, თუ რამე საქართველოში განვითარდა, ყველაფერი არის განვითარებული სწორედ იმ თავის დროზე გაკეთებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა ევროკავშირთან ურთიერთობას. ბატონო, დაუბრუნდეთ მინდა იმ თემებსაც, რაზეც დავიწყეთ ჩვენი ინტერვიუ, კითხვა დაგისვით კვერცხებზე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გუშინ დაუშინეს ლელოს წარმომადგენლებს, თუმცა წეგან შეგაწყვეტინეთ, ამიტომ ახლა გაძლევთ საშუალებას, რომ შეაფასოთ ეს ფაქტი. ქართულ ოცნებაში ირწმუნებია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს იგებენ 64-ვე მუნიციპალიტეტში და თან იგებენ დამარჯვები, ესე ვთქვათ, დამაჯერებლად. თქვენ ამ ფაქტის უკან ხედავთ უშუალოდ მმართველ პარტიას, შესაბამისად თუ კი საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ, ჩნდებათ კითხვა, კვერცხებით ოპონენტებთან დაპირისპირება რაღაცი სჭირდება ქართულ ოცნებას. აი ამ მეთოდებით რას შეიძლება იგებდეს რომელიმე პარტია და ამ შემთხვევაში, რადგან თქვენ ამ ყველაფრის უკან სწორედ ქართულ ოცნებას ხედავთ, რას შეიძლება იგებდეს სახელმწიფო ძალა? მე ქართულ ოცნებას ვხედავ იმ არაჯანსაღი პოლიტიკური ამინდის შექმნის უკან, რომელიც ახლა საქართველოში არის. ქართული ოცნება პირველ რიგში არის დასასრულებელი სწორედ იმიტომ, რომ ის აღარ წარმოადგენს სრულიად საქართველოს ხელისუფლებას. აქ მე რას ვლაპარაკობ, იცით? ისინი მიკერძოებულად არიან ძალიან მცირე ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც მოიპარა საქართველოში ძალაუფლება. და ისინი ახლაც აი ამ ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიზანი არის სწორედ აი ამ მცირე ჯგუფის
რაღაცნაირად თანამედროვე პატრონების შეიძლება ასე ვთქვათ, ქცევა, ხო, ქვეყნის მართველად, ხო? აი ამ ჯგუფის ინტერესს გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი საქართველოს მას საერთოდ არ აინტერესებს. ერთადერთი მიზანი მისთვის არის აი ამ ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ის იყენებს რუსულ მეთოდებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს იმისას, რომ დააპირისპიროს საზოგადოება. ერთმანეთთან ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის შესაძლებლობებით. ეს არის სწორედ რუსული მართვის რეჟიმი, სადაც კანონიც, უკანონობაც, ფორმალური თუ არაფორმალური მართვის ასე ვთქვათ, ხერხები გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაითესოს ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს კვერცხების სრულად სწორედ ამის მაჩვენებელია. მე უბრალოდ რიტორიკულ კითხვას დავსვამ, დაიჭირეს თუ არა, ვინც იყო, თქვათ, ამის ორგანიზატორი, ამ კვერცხების სროლის ორგანიზატორი. დარწმუნებული ვარ, რომ დაიჭირონ და ის აღმოჩნდება ქართული ოცნების წარმომადგენელი, მას მომენტალურად გაათავისუფლებენ, ისე როგორც გაათავისუფლეს მაგალითად იარაღით მორბენალი რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა, ან კიდევ ის მოძალადეები, რომლებიც კახიკალაძის საარჩევნო პლატფორმასთან დაუპირისპირდნენ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებიც მარშით მოდიოდნენ პარლამენტის შენობისკენ. ამიტომ ჩვენ აქ ქართული ოცნების პირობებში გვაქვს სრულიად არაჯანსაღი და სრულიად წარმოუდგენელი თქვენ წარმოიდგინეთ ამის შედარება შეიძლება 90-იან წლებთან, ხო თანამედროვე, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ნახევრად გასამხედროებული მხედრიონი, რასაც აკეთებდა მაშინ აი მიტაცებული ძალაუფლების გამყარებისთვის, სწორედ იგივე უნდათ რომ აკეთონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობებით. სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა გადავხედოთ, დროც სწორად გავანაწილოთ და ახლა უკვე ამერიკა, სადაც ამ დღეების განმავლობაში გაეროს გენერალური ასამბლეის სესია იმართებოდა, წელს საზოგადოებამ იცის, რომ ნიუ-იორკში საქართველოს სახელით მიხეილ ყაველაშვილი გაამგზავრა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც გუშინ სიტყვით გამოსვლაც ჰქონდა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისადმი. კიდევ ერთხელ მინდა რომ გადავავლოთ თვალი ყაველაშვილის მთავარ მესიჯებს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ეს ულტიმატუმების შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი, ასევე მრავალი გამოწვევის მიუხედავად შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება, შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი და კიდევ ერთი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით საქართველოს მრავალ განზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს და ასე შემდეგ, მოკლედ გეოგრაფიული ესე ვთქვათ მდებარეობის თვალსაზრისით საკმაოდ გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით საქართველოს მიზიდულობაზე მან ასე ვთქვათ საკმაოდ ბევრი ისაუბრა. როგორი გამოსვლა ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილის თქვენი შეფასებით, თითქოს ეკონომიკური დატვირთვის მესიჯები მაინც უფრო მეტი იყო ვიდრე პოლიტიკური შინაარსის გზავნილები, შესაბამისად რამდენად სწორი იყო და იყო თუ არა სწორი, ასე ვთქვათ, მისი აქცენტების ასე გადანაწილება და ხო აი რა უთხრა მსოფლიოს გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი შეხედულებით. ყაველაშვილის გამოსვლა და ეს ტექსტი, რომელიც მას სვამ დაუწერა, ეს არის შელამაზებული ქართული ოცნების რეალური პოლიტიკის შელამაზებული ვერსია, სადაც უბრალოდ გამართული, შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, გამართული ქართულით და დავარცხნილი წინადადებებით ცდილობენ გადაფარონ ის, რასაც რეალურად აკეთებენ, ანუ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პროევროპული ხაზის ცვლილებას და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორების გაძევებას ისინი რაღაც მულტიფუნქციური საქართველოს მულტიფუნქციური ფუნქციაზე საუბრით ჩანაცვლებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ბავშვი არავინ არის და ამას არავინ დაიჯერებს. ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენი დახმარებითაც, მე გულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოში ჯერჯერობით არსებულ არასამთავრობო სექტორსაც დახმარებით ძალიან კარგად ფლობენ იმ ინფორმაციას თუ რა ხდება რეალურად აქ და მათ აქვს ძალიან ნათელი თვალი და ნათელი გონება იმის დასანახად, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ხელში ხდება ავტოკრატიული რეჟიმების მიერ შექმნილი ალიანსის წევრი.
ამისკენ მიდის, რატომ? იმიტომ რომ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დემოკრატია არის მისი ძალაუფლების დამთავრების ერთ-ერთი წინაპირობა. რის გამოც ქართული ოცნება ახლა ცდილობს რაღაც ხერხებით გადაფაროს აი ეს რეალური პოლიტიკა. მეორე რაც ამ განცხადება მაჩვენა, შეიძლება ასევე შელამაზებულად, მაგრამ ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ ეს არის ლეგიტიმაციის მათხოვრობა, ანუ შელამაზებული და დავარცხნილი ფორმით, მაგრამ ლეგიტიმაციის მათხოვრობა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ასევე ძალიან კარგად იცის, რომ ვერ ლაგდება ამერიკასთან და ვერასდროს დალაგდება მანამ საქართველოში იქნება კრიზისი. ეს კრიზისი უნდა დასრულდეს ახალი არჩევნებით და რეალური ქართველი ხალხისთვის საჭირო და იმ ხელისუფლების ჩამოყალიბებით, რომელიც ქართულ ხალხს უნდა მოგულისხმობ კოალიციურ მართლობას და არა ფაქტი ხომ არის ბატონო რომ მიხეილ ყაველაშვილი რომელსაც შესაძლოა ქვეყნის შიგნით კონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა ჯერ კიდევ არ ვიცი გაეროში იმყოფებოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი ის საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით მიწვიეს მათ შორის დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე და საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართა ვთქვათ ის რამდენიმე აუდიენციაც რომელიც ჰქონდა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შესაბამისად ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ ყაველაშვილს პრეზიდენტად შეიძლება არ მიიჩნევდნენ საქართველოს შიგნით გარკვეული ჯგუფები მაგრამ მას როგორც პრეზიდენტს უყურებენ ქვეყნის გარეთ. გაერო ყოველთვის ტოვებს შესაძლებლობას, რომ და ეს ნათელიც არის ხო დასავლეთი როგორ იქცევა დღემდე საუბრობს იმას, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ქართულმა ოცნებამ აღასრულოს ის, რასაც ეუბნება ქართველი ხალხი. რომ დანიშნოს არჩევნები და ჩაატაროს ის დემოკრატიულ თავისუფალ გარემოში. რაც ყველაზე კარგად ჩანს მეგობრებო აქ ჩვენ აუცილებლად ალბათ უნდა ვისაუბროთ იგივე უბიოს მიერ ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ შეხვედრაზე სადაც საქართველო არ იყოს საერთოდ მიწეული და ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი იმის რომ ქართული ოცნების პირობებში არამხოლოდ ყაველაშვილს და ბიძინა ივანიშვილს არამედ თავად საქართველოსაც უკვე დაკარგული აქვს ის პოზიციები რომელიც ჩვენ 30 წლიანი ბრძოლისა და შრომის შედეგად მოვიპოვეთ. აი ეს არის სწორედ იმის მაჩვენებელი რომ საქართველოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები საკუთარ პარტნიორად აღარ აღიქვამენ. ეს არის ის რაც არის საქართველოს ფუნქციის დაკარგვა და მე ისევ დაუბრუნდები ძო რაღაც სიტყვა მულტიფუნქციურს, რომელიც არის სრულიად გაუგებარი, რას ნიშნავს მულტიფუნქციური? აქ არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული არამხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, რომ საქართველოს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის იყოს დასავლეთის ნაწილი და შემდგომ როგორც დასავლეთის ნაწილმა ურთიერთობები დაამყაროს სავაჭრო იქნება ეს კულტურული თუ ასე შემდეგ ყველასთან, მათ შორის ჩინეთთანაც, რომელიც ახლა ტექნოლოგიური განვითარების ძალიან მაღალ ნიშნულებს აღწევს და ის ძალიან კარგი პარტნიორი იქნება ოღონდ სავაჭრო. ჩვენ ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს. დავამთავრეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სალაპარაკო, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უნდა დაგვანახოს, რომ თითქოს ჩვენ ოპოზიციურ მხარეს გულისხმობ, რაღაც მიმართული ვართ იქით, რომ ვიღაცასთან რომელიმე ნორმალურ თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა ამ შეფასებებს, რომელიმე ქვეყანასთან არ გქონდეს სავაჭრო ურთიერთობები. ეს ასე არ არის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ საქართველოს ფუნქცია და საქართველოს ადგილი ევროპაშია, ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნიშნული, საიდანაც მე ყველა შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის იქნება ეს ახლო მეზობელი თუ შერეული მეზობელი, იმ ფარგლებში მოქმედება, რომელიც არ დააზიანებს საქართველოს პოლიტიკურ სუვერენიტეტს. ყაველაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებული თემა მინდა რომ ამოვწუროთ და ერთი კითხვა იმ კრიტიკის კონტექსტშიც, რომელიც ისმის ყაველაშვილის გამოსვლის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება, არცი აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბევრი უსვავს ხაზს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ისე, რომ ერთხელაც არ უხსენებია რუსეთი. ხა თავად ქართული ოცნება კრიტიკოსებისადმი ასე ხსნის მის პოზიციას, რომ მას აქვს პრაგმატული, ასე ვთქვათ, გეგმა, პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანია ის, რომ ქვეყანას თავიდან ააცილოს შემდგომი ომი. რა მოხდება თქვენი აზრით, თუ კი ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ისტორიულ ფაქტებს თავის სახელს დაარქვევს და დაუძახებს. აი თუ კი იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა დაიწყო ომი, თუ კი იტყვის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთის ბრალია ყველაფერი ის, რაც აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ხდება. შეიძლება რუსეთის ხსენება ქვეყანა ახალ ომამდე მიიყვანოს. არა, ერთადერთი რაც შეიძლება რუსეთის ხსენება ბიძინა ივანიშვილს დააკარგინებს თავის საყრდენს, ეს არის პუტინი.
ხო, ეს არის ძალიან მარტივი გასაგები, რატომ არ საუბრობენ ისინი იმაზე, რაც თემ სოფლიოში აღიარებულია და რასაც თავად პუტინი და რუსეთის ახლანდელი ხელისუფლებაც კი აღიარებს, რომ ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა და ეს იყო მანამ დაგეგმილი, სანამ აქ 2008 წელი დადგებოდა. რატომ? იმიტომ რომ ამას აღარ ჩაუღრმავდეთ, თუ მე დამატებით საჭირო იქნება, ამაზედაც ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ თავარი რა გახლავთ? თავარი საყდენი ბიძინა ივანიშვილის არის რუსეთი. ამიტომ ის არასდროს გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც არ აწყობს პუტინს და არ აწყობს რუსეთს. ახლა რას მივიღებ ჩვენ? სამაგეროთ ეს ადამიანები აკეთებენ ისეთ განცხადებებს და ისეთ ნაბიჯებს, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ის ქვეყნები, რომელთა ძალიან დიდ დახმარებაზეა დამყარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა, ახლა იქცნენ და უნდათ რომ აქციონ საქართველოს მტრებად. ეს არის აქ მთავარი. მე ერთადერთი რასაც შევახსენებდი ტელემაყურებელს შევახსენებ იმას, თუ რაზე დგას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარება. ამერიკის ფისკალურ კანონში ჩაწერილი შავი თეთრ ტექსტი, სადაც წერია, რომ არც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ აღიარების პოლიტიკაში აყვება რუსეთს და აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ვერ მიიღებს ფულს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს და თუ კი ამას დავკარგავთ, თუ კი ამერიკასთან ჩვენ და ამის ბიძინა ივანიშვილის პირობებში ამის ნათელ მაგალითებს ჩვენ ვხედავთ, იგივე გავიხსენოთ ეს რუბიოს მიერ გაკეთებული ეგრეთ წოდებული როგორც ეს მონათლეს საუზმე თუ რა ვიცი ვახშამი როგორც დაარქვეს მას სრულიად არანორმალური შეფასება პოლიტიკოსისგან ეს არამხოლოდ ასე ვთქვათ ღალატის ფორმებს აჩვენებს, არამედ აჩვენებს რომ ეს ადამიანები არიან იმბეცი პოლიტიკაში არ შეიძლება ორი წიგნი წაკითხული კონდეს ადამიანს და ასეთ შეხვედრებს უწოდოს ის რაც ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ აი ამ შეხვედრას უწოდა. ბოლო ესე ვთქვათ კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე და ამით დაგემშვიდობებით ახლა უკვე გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში და მეტიც არა მხოლოდ საგარეო უწყებაში დაიბარეს გერმანელი დიპლომატი, არამედ გუშინის უკვე მთავრობის ადმინისტრაციაშიც იმყოფებოდა, სადაც ასევე უკმაყოფილება გადასცეს იმის გამო, რომ საქართველოს-გერმანიის ურთიერთობები აი ასეთ დაბალ ნიშნულზე დაეცა. აი რატომ მაინც და მაინც დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში და არა ვთქვათ იგივე საპროტესტო ნოტის გაგზავნა, რაც ასევე დიპლომატიური ზომაა, ხო, ერთ-ერთი ძალიან აპრობირებული. რას შეიძლება ამზადებდეს ქართული ოცნება მინიმუმ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით? არაფერს, მოდი პირდაპირ დავარქვათ, ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, მეგობრებო, არ დაიჯეროთ, რომ ქართული ოცნება ძალიან ბედნიერია იმ პოლიტიკით, რასაც ის მიყვება, უბრალოდ სხვა გზა არ დარჩენია. მან ძალიან კარგად იცის, რომ კვარცხლზე სხდან, ანუ არაღიარების პოლიტიკა და ის, რომ დასავლური ქვეყნები მათ არ აღიარებენ, ზუსტად იციან, რომ ეს მათ დაასრულებს. აუცილებლად დაასრულებს და შეუძლებელია საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტის დამოუკიდებლობას და ყველაფერი დგას სწორედ ამ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ხარდაჭერაზე და აი ამ კონტექსტში განიხილება სწორედ საქართველოს ამ პოლიტიკით რაიმე გამარჯვებას მიაღწევი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამით ახლა ამ ადამიანების დაბარებით ეს არის წმინდა პოპულისტური ნაბიჯი, სადაც საკუთარ ამომრჩევლებს ერთი აჩვენებენ, რომ თითქოს ისინი იყვებიან აი ამ გეგმას რაღაც საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის და ამ შემდეგ და არ აინტერესებს თითქოს რა სიტყვის დასავლეთი და ის ქვეყნები, რომლის ელჩებსაც ისინი იბარებენ. ეს არის პირამიდა, ეგრეთ წოდებული პირამიდა და ვაბანკზე წასვლა მეტი გზა არ დარჩენიათ, იმიტომ რომ იციან რომ დრო მათზე აღარ მუშაობს. რატომ? იმიტომ რომ ვერ მიიღეს აღიარების ვერც ერთი ნაბიჯი. ახლა ცდილობენ რაღაცნაირად შანტაჟისენით ელაპარაკონ დასავლეთს იმისათვის რომ ოდნავ მაინც მიაღწიონ და რაღაც ხელშესაღები დაინახონ, რომ მე საკუთარ ამომრჩევლებს ერთი და ბიძინა ივანიშვილმა კიდევ თავის გარემოცვას უთხრას, რომ ის ალაგებს დასავლურ ქვეყნებთან ასე ვთქვათ ურთიერთობებს და არ დაკარგავს ძალაუფლებას. მადლობა ბატონო, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ, ვანო წერეთელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვავალთ. მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგაძე შემოგვერთა. გამარჯობა. მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ.
ბატონ პაატა, ლელო ძლიერი საქართველოს წევრებს ესროლეს კვერცხები და მოდით აღნიშნული შეფასებით გავხსნათ გადაცემის ეს ნაწილი. გასაგებია, რომ რიგი პარტია, ასე ვთქვათ, არ ეთანხმებით ლელოს და გახარიას ძალის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას და მონაწილეობას, მაგრამ ალბათ არავისთვის არ არის მისაღები ის, რასაც ახლა უყურებთ. შესაბამისად, რისი ჩვენება უნდოდა თქვენი აზრით იმას, ვინც კვერცხები ისროლა, ან მეტიც, ვინც კვერცხების მსროლელთა ჯგუფის უკან იდგა და ზოგადად რა საჩვენებს კვერცხები ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არ ვიცი, მუდმივად და უცვლელად შეიძლება ითქვას თანსდევს პოლიტიკურ პროცესებს. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. პირველი მინდა ვთქვა, რომ არანაირი არჩევნების სინამდვილეში არ არის, ეს არის რაღაც ფარსი პროცესი და ამ ფარს პროცესშიც კი არ შეუძლია ქართულ ოცნებას მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება თქვა საქართველოს მოხალხეს. კვერცხების როლა რა მიუთითებს, ხა მიუხედავად იმისა, რომ მე მომწონს თუ არ მომწონს არჩევნები მივდივარ თუ არ მივდივარ და რა თქმა უნდა არ მივდივარ და არ ვაღიარებ საერთოდ არჩევნებად, ეს არის ნამდვილად დასაგმოვი ფაქტი. კვერცხის როლა ადამიანზე ან თუნდაც რაც ვნახეთ ჩვენ რომ პლაკატი, ყალაძის პლაკატის გაჩხაპნის გამო ვიღაცების დაჭერა ახალგაზრდების, პოლიტიკური ლიდერების და აქვე გვაქვს შემთხვევები, როცა თავპირს უმპროვენ ადამიანებს არანაირი გამოძიება არ არის, რა თქმა უნდა ქართული ოცნების სახეზე მიუთითებს, რომ მათ დაკარგეს საერთოდ სახე როგორც ადამიანის. კარგი. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, აი თქვენ თქვით, რომ რა თქმა უნდა არ მიდიხართ არჩევნებზე. მაშინ რას აკეთებს საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც არ უნდა ვთქვათ საარჩევნო უბანზე წასვლა, ეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე, თუმცა რა ვიცი, მოდით გავშალოთ თემა რა დაგხვდება ამ რუსთაველის გამზირზე, თუ კი 4-ში არჩევნების ნაცვლად დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოვა. სხვათა შორის ისევ და ისევ ისმის განცხადებები, რომ აი მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოეწყოს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ქართული ოცნების გასტუმრება ხელისუფლებისგან, თუმცა ამ ტიპის განცხადებებს ასეთი გაფრთხილება მოსდევს ირაკლი კობახიძის მხრიდან. მაგალითად, ჩემი მეგობრული რჩევა ამ ადამიანების მიმართ, რომ არ წაუწდეთ ხელი წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცას წამოკრავენ ფეხს, ასე ეუბნება ირაკლი კობახიძე ყველას, ვინც ასე ვთქვათ, რევოლუციის პერსპექტივაზე საუბრობს და ვისაც ამ პერსპექტივის ჯერა. და კობახიძის გარდა კახა კალაძის პოზიციაც მინდა ვახსენო, რომელიც ერთგვარად აცოცხლებს შევარდნაძის ლამის 30 წლის წინანდელ მოწოდებას, რომ თუ კი ვინმეს გადატრიალება უნდა, საკუთარ საწოლში გადატრიალებს, ოდნავი ინტერპრეტაციით ასეთია თბილისის მერის და მერობის კანდიდატის რეპლიკა, ვინ რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ, წავიდნენ სახლში და იქ იტრიალონ, მოკლედ ამბობს კახა კალაძე. რა იქნება თქვენი აზრით 4 ოქტომბერს და რაზეა წამსვლელი მეორე მხრივ ქართული ოცნება იმისთვის, რომ დარჩეს ძალაუფლებაში? კალაძეს ახლა დიპლომირებული ისტორიკოსია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისტორიის არაფერი არ გაიგება პირდაპირ ვიძახე, საქართველოს უახლეს ისტორიის მათ შორის. ეს რო თქვა შევარდნაძემ და არაგიდგეთ გვერდებიო, ზუსტად რამდენიმე კვირაში მოუწია დატოვება, რა პარალელია მე არ ვიცი. უფრო მეც ვიტყვი, ამ 4-თან დაკავშირებით უამრავი რაღაცა გვესმის, მარტივ რამეზეა საუბარი. აქ არავინ არ ეპატიჟება არავის დაბადების დღეზე, ან კი გარდა რაღაცა წვეულებაზე, ზოგს არ მოწონს პაატა ბურჭულაძე, ზოგს ლევან ხაბეიშვილი არ მოწონს, 1000 მიზეზს იგონებენ მათ შორის ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, რომ რაღაცა ხინჯი იპოვონ. მარტივი რამეზეა ლაპარაკი. ვისაც არ მოგწონთ რეჟიმი, ვინც არ ეგუებით იმ სამართლობას, იმ ძარცვას ხალხის, რაც ქვეყანაში ხდება, შევიკრიბოთ 4-ში 4 საათზე რუსთაველზე. ამის საწინააღმდეგო მე მართლა მაინტერესებს, ვის რა შეიძლება რო კონდეს. ლელა, რა დახვდება? რასაც ქართული ამას ეძახიან ორგანიზატორები, ჩემი მეგობრები, რომელსაც უდიდეს პატივს პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც უკანონოთა და უსამართლოდ არის დაკავებული, ამას ეროვნულ ყრილობას, სადაც ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, როგორი ხელისუფლება უნდა და რის გაკეთება უნდა. მე მგონი არა, როგორ გადაწყვეტს, ესეც საინტერესოა. მარტივად აი ხო 1000-ჯერ იმიტომ რომ იქ გასულ საზოგადოებას ხდება უბრალოდ მშვიდობიანი პროტესტი, თუ ხდება რამე სხვა, მაგალითად ნეპალის სცენარს ელოდოს ქართული ოცნება. არა, ნეპალის სცენარი მე ვასეთ გადაბარებაზე უარსიტყვისო ამბობს პაატა ბურჭულაძე, რომელიც ოცნების მშვიდობიანი დამხობის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია. აი ღმერთმა დაგვიფაროს და ნეპალის სცენარის გამეორების შემთხვევაში არ ვიცი რა რეალობის არა, ნეპალის სცენარში ალბათ ბატონი პაატა გულისხმობდა იმას, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენოს რამე ისეთი, რაც დააზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. მე თვითონ უკნას. ნამდვილად ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ვართ მშვიდობიანად
რეჟიმის ცვლილების მომხრეების სამწუხაროდ დემოკრატიული არც ერთი ინსტრუმენტი და მექანიზმი არ არის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება და რევოლუციის რო ეშინია პატივცემულ კობახიძეს და კონსტიტუციონალისტია და უნდა იცოდეს ხო ისტორია ამ ყველაფრის რევოლუციებს იწვევს უსამართლო ხელისუფლებები რომლებიც ბრაზის და განმუხტვის შესაძლებლობას არ იძლევა არჩევნების გზით ვის თხოვენ პასუხს ვიზე ბრაზდებიან აქსიომა არის კონსტიტუციურ სამართალში რომ რეჟიმები ემხობიან რომლებიც დემოკრატიული გადატვირთვის მექანიზმს აუქმებენ ქვეყანაში. რაზე ვლაპარაკობთ? ერთო მე მართლა მე მინდა უდიდესი პატივისცემა კიდევ ერთხელ ამ თქვენს ასე ვთქვათ ინტერპრესს ამ სტუდიას ამ ჯგუფს დიდ გუნდს ხო სხვა რომ მოვა ოპოზიციის წარმომადგენელი კითხეთ თუ იქნება ისეთი რომლებიც ამბობს რომ 4-ში არ უნდა მივიდეს საქართველოს მოქალაქე ან 4-ში მოსვლით ხედავს რამე რისკს მე ისეთ შეაბეჭდილება რჩება ლელა ზოგი კოლეგა ოპოზიციიდან არ რომ არ გამოვიდეს 4-ში და რომ არ მოხდეს სრულება ამას უფრო გულშემატკივრობს ვიდრე მე მეორე დღეს რომ ჩვენ გითხარ აი ხო გეუბნებოდით ვიდრე რომ რეჟიმი შეიცვალოს მართლა ისეთ შეაბეჭდილება დამჩა სპეციალურად ვერ იდებოდი ახლა ამ ბოლო პერიოდში არ ყოფილვარ მე ეთერებში ვაკვირდებოდი სპეციალურად რეაქციებს და გაკვირვებული ვარ მართლა და მან აიჩი ბრაზი და ცხენა უნდა იყოს ნამდვილად რომ შეაბეჭდილება მჩება რომ ბევრი კოლეგა გულშემატკივრობს იმას რომ 4 არ გამოვიდეს რომ მეორე დღესვე პაატა ბუჭულაძეს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზატორებს ხარდაჭერებს უთხრა აი მე ხო გეუბნებოდი რას გეუბნებოდი კაცო ერთი წელია დავდივართ აქციებზე და ისევ ეს რეჟიმია და ხალხმა 300 დღეზე მეტია მოიტანა ეს პროტესტი და ვის ელაპარაკებიან ნიშნის მოგები ზუსტად ამ უწყვეტი პროტესტი შვილია პირმშუა 4 ოქტომბრის აქცია პირდაპირ გეუბნები სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავალოთ თვალი და ამ შემთხვევაში უკვე სუსი და მის მიერ განხორციელებული დაკავებები ამ კვირაში გახდა ცნობილი რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავიდა ქართული ოცნების კიდევ ერთ წევრზე ამჯერად ვანში საკრებულოს წევრზე ბიჭიკო პაიკიძესა და მის კომპანიაზეა საუბარი 4 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე არის 5 პირი დაკავებული, თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც ასევე ცალკე ბრალი, ასე ვთქვათ, წარედგინა ბიჭიკო პაიკიძეს. თავად პაიკიძეზე არის ძებნა გამოცხადებული და ვნახოთ, მოკლედ მიაგნებს თუ არა მას შესაბამისი უწყებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოკლედ, რამდენად ეთანხმებით იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვანის საკრებულოს დეპუტატზე გასვლით სუსი რეალურად გასვლას ცდილობს გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ აიკიძის სახონათისა. ესე იგი, ქართული ოცნება ისევ ატყუებს საქართველოს მოქალაქეს და იცახის, რომ ეს არის ვითომ ანტიკორუფციული რაღაც ფარგლებში, ანტიკორუფციული კანონმდებლობა უნდა მიიღოს. პირდაპირ გეუბნებით, ანტიკორუფციული კი არ არის. ნაძა ხალხის წლების მანძილზე ნაძარცვი ქონების გადანაწილებაზე იბრძვიან ერთმანეთს ყვილებით, ბრჭყალებით. აი ეს ხდება მეტი არაფერი. ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს. ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, ეხლა ამ ქონების გადანაწილებაზე მიდივს ბრძოლა. მარტივი მაგალითია ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, როცა იყო მინისტრის საათი. ლევან ხაბეიშვილი, მე, გიორგი ვაშაძე ვაყენებდით საკითხს, რომ არის კითხვები, არის კორუფცია თავდაცვის სამინისტროში. ირაკლი კობახიძე ტყავის გადაძრობამდე უკრავდა ტაშს ჯუანშერ ბურჭულაძეს და ქართული ოცნების უმრავლესობის წარმომადგენლები. იგივე რეგიონალური მინისტრთან დაკავშირებით ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ჰქონდა და დღეს რა ხდება? უბრალოდ იმიტომ რომ ვის არის წარმოადგენს სხვა კლასს, ეხლა თურმე ეს არის მოდაში. მე ხვალ ბიძინა ივანიშვილის ხო 2 წელზე მეტი ფავორიტი არ ყოლია არც ერთი პრემიერ-მინისტრი. მე ხვალ ირაკლი კობახიძის კლანი იქნება კორუფცია და მაინც გამოვა მე თავხედი ვიღაცა პრემიერ-მინისტრი და იტყვის რომ მიუხედავად წინაკვირა იმისა რომ წინაკვირა საუბრობდა რომ 700 მილიონი დოლარი და 35 მილიონი евро თუმე მოიპარეს იტყვის რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ევროპაში რეიტინგის და მე მაინტერესებს 700 მილიონი დოლარი დაბალ მაჩვენებელზე რათან ხებზე საუბრობენ ბიჭები არ მესმის უბრალოდ 700 მილიონი არის დაბალი სტანდარტი კორუფციის ქვეყანაში კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უკვე იმ ბიზნესმენზე, რომელიც ქართულ ოცნებასთან, ასე ვთქვათ, დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება, ნოშრევან ნამორაძე მყავს ხედულობაში, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს დატოვა, თუმცა ის გუშინ მედიასთან გამოჩნდა და არც მეტი და არც ნაკლები გამოჩნდა თბილისის მერის კახა კალაძის ღონისძიებაზე, რომელიც თბილისთან დაკავშირებული პროექტების პრეზენტაციას შეეხებოდა, არადა ამბობდნენ, რომ აი ნამორაძეს პრობლემები ჰქონდა თბილისის მერიასთან და რომ მის ერთ-ერთ პროექტს ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე. მოკლედ, რამდენად
ფიქრობთ, რომ ნამორაძის გამოჩენა და მით უმეტეს გამოჩენა კახაკალაძის საარჩევნო ღონისძიებაზე ეს იყო შემთხვევითი? ნუ შემთხვევითი არ იყო. უჭირს რეჟიმს სერიოზული შიდა რყევები არის და ის გუნდი, რომელიც ჯგუფი, რომელიც თქვათ ამ ერთი გუნდი ებრძვის მეორეს ამ ნაძარცვი კონებისთვის, ორივე საკმაოდ დიდი გავლენები გააჩნიათ, დიდი ინფორმაციები, შეუძლიათ ურთიერთ დაზიანება. და ცდილობენ ახლა როგორმე ამ 4-მდე რაღაცა ისე არ გამოჩნდეს, რომ თითქოს სერიოზული ნაპრალები და წინააღმდეგობა, თუმცა ეს არის გარდუალი პროცესი, როცა რეჟიმები თავის აღსასრულს მოახლოებას გრძნობენ, აქტიურდება ნაძარცვი, ანუ მიტაცებული ქონების ერთმანეთში გადანაწილება დარჩენილ ვადაში. ეს ჩვეულებრივი ტაქტიკა არის, ყველაფერი ჩვენზეა ლელე დამოკიდებული. აი პირდაპირ გეუბნებთ, რო გვეუბნებიან რა უნდა იყოს, მე ვიცი რომ ბევრი მოქალაქე აპირებს 4 ოქტომბერს მოსვლას. გვინდა მოგწონს, როცა წლების მანძილზე ძარცვავენ მოქალაქეებს, კერძო 1 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფი მოქალაქე ყავს. 1 მილიონი საქართველოს მოქალაქე გაიქცეს. აი კიდე რა უნდა მოხდეს და 300,000 ბავშვი შიმშილობს. მე სვავ კითხვას. ჩვენ კოლეგებს, რა ვიცი, ნეიტრალურებს, აპოლიტიკურებს, ყველას ვიკითხებით, რა უნდა მოხდეს მეტი ქვეყანაში, რომ იპოვოს 3 საათი, 2 საათი, 1 საათი გამოხვიდე რუსთაველზე. მეც ხო არაფერს არ ითხოვს საქართველოს ჩვენგან, რომ დადექი რუსთაველზე და დააფიქსირე, რომ ნამდვილი საქართველო არის აქ და არ არის ივანიშვილთან, ქართულ ოცნებასთან. ხო ნახეთ, ეს მე მგონი ყველასთვის აი ყაველაშვილის ამბავი სამარცხვინო ხო რაც ნახეთ, რომ რაზე ლაპარაკობდა აგერ რა სპეციალურად წამოვიდა. აი რატომ იყო სამარცხვინო, რადგან ახსენეთ ყაველაშვილის გვარი, ერთი კითხვა დავსვათ ამ თემაზე, მოისმინეთ სავარაუდოდ მისი განცხადება, რადგან შეფასებას აკეთებთ მესიჯებს, რითაც მან საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა. მშვიდობის მნიშვნელობა იყო ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, გზავნილი, რაზეც ყაველაშვილმა გაამახვილა ყურადღება, ისე როგორც ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, თუმცა დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი, დაცლილი შანტაჟისა და ზეწოლისგან. სტურებთ არის რა გაქვთ სათქმელი მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით გამოვიდა, სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ აქ ლეგიტიმაციის პრობლემა შეიძლება ჰქონდეს და მის ტექსტზეც რას ფიქრობთ, რომელიც ბევრის აზრით უნდა იყოს ქართული ოცნების ლიდერშიპის დაწერილი. ნახეთ, მშვიდობა არის უდიდესი ღირებულება მართლა და მას განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებასთან ერთად და ისე რომ ქართული ოცნება წარმოუდგენია მაგალითად ეხლა იპოტინებიან ერეკლე მეფეს და გონიათ რომ ერეკლე მეფე კარგია იმიტომ რომ კაპიტულაცია გამოაცხადა რუსეთთან. ესეთი არის. ერეკლე მეფე არ არის კაპიტულანტი მეფე. ერეკლე მეფე არის საერთოდ არ არის ქართულ ოცნებასთან არანაირად ასოცირებული. ქართულ ოცნებას მოწონს ის რომ ამ საბჭოთა ისტორიაში წარმოაჩინეს ისე რომ ერეკლემ საქართველოს ჩააბარა როგორც გუბერნია რუსეთს. ეს მოწონთ მათ და სინამდვილეში ერეკლე მეფე არის საქართველოს თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი ხანი მებრძოლი მეფე და არანაირ საერთო ქართულ ოცნებასთან არ აქვს. ერეკლე მეფეს კაპიტულაციასთან საერთო იმ მშვიდობასთან, რასაც ქართულ ოცნება ლაპარაკობს, საერთო არანაირი არ აქვს. ეხლა ვნახოთ რა არის ეს ქართული ქვეყანას, რომელსაც ასეთი პრობლემები აქვს, ოკუპირებულია ქვეყნის 20%, რუსეთიზე არის ოკუპანტი, გამოცხადებულია ღიად ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია. ეს მაღალი ტრიბუნა უნდა გამოიყენებინა იმისთვის და ესაუბრა რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია. თუ იცის ამის მნიშვნელობა, აი მართლა მაინტერესებს ყაველაშვილს, აი ვინ ეკითხება ან პლანეტარული ამოცანების გადაწყვეტა საქართველოს ყველაფერი დაალაგა უკვე, ამოწურეთ უკვე ქართული პრობლემები, საქართველოს მოქალაქის ყოველდღიური პრობლემები და წავიდა ყაველაშვილი, რა ვიცი მე ბიზნესს, რა ვიცი მე არ შეურაცხყოფას არ მივაყენებ. წარმომადგენელი არანაირ საქართველოს პრეზიდენტი გადაფიც გამოდიოდა და ისიც გამოდიოდა, რა ქვია, ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს საერთოდ არც ლეგიტიმაციას ნიშნავს, არც აღიარებას არ ნიშნავს. ბატონ პაატა, ვერ გაგიშვებთ ისე და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, არ გკითხოთ თქვენი პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძეზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და ერთ-ერთია იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაადო ხელბურკილები ჩვენმა ხელისუფლებამ. მარტივად გითხავთ, უბრალოდ გითხარით, როგორ არის გიორგი ვაშაძე საპატიმროში და რა არის, თქვათ, ის მესიჯი სათქმელი, რასაც საპატიმროდან გითვლით თქვენს პარტიის წარმომადგენლებს და უთulis საზოგადოებასაც. გიორგი ვაშაძე არის პოლიტიკური პატიმარი სხვა ლიდერებთან ერთად. გიორგი ვაშაძესთან გვაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა, მეტნაკლებად როგორც არის მოსახერხებელი ადვოკატის საშუალებით, არის მხნეთ, არის, რა ვიცი, განწყობაზე, ბრძოლის და ჩვენ მაგალითად სტრატეგია აღმაშენებას გიორგი ვაშაძესთან ერთად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ღიად ვუჭერთ მხარს მიუხედავად რისკებისა
ღიად უჭერთ მხარს 4 ოქტომბრის აქციას და კიდევ ერთხელ ვინც არის გიორგი ვაშაძის და სტრატეგია აღმაშენებლის მხარდამჭერი და პოლიტიკურ კუთვნილებას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენაზე როცა დგება საკითხი, აქ მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის გარდა რომელ პარტიას წარმოადგენ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ეს არ არის პარტიული აქცია, მაინც ვთხოვთ რომ აუცილებლად გამოდით, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს წყდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხი. კეთილი. ჩვენ მივძვით ცვლილებებისთვის და მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეებს ერთად შეგვიძლია ცვლილებები. მადლობა ბატონო პაატა, ნახავთ ყველანი როგორ განვითარდება 4-ში პროცესები, როგორც ერთი მხრივ საარჩევნო უბნებზე, მეორე მხრივ რუსთაველის გამზირზე, ამ ყველაფერს რა უნდა განვითარდეს უბანზე? არ ვაღიარეთ 54%, რომელიც დაიწერა რეჟიმმა და ეხლა დაიწერს 74 და ის უნდა ვაღიარო? შევხედოთ, მოკლედ ერთად ვუყურებთ ამ ყველაფერს. დღეს მადლობა იმისთვის, რომ დაგვიქმნეთ დრო და გვესტუმრეთ. პაატა მანჯგალაძეს ვემშვიდობებით. დღეს ნეოსრომიც ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირა. ერთმანეთს უკვე ორ შაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.